მოგმართალ სრულიად ქართველებს. შეხედეთ მეგობრებო, რა ხდება ინგლისში, ირლანდიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, პოლონეთში პატრიოტული ძალები, ნაციონალისტური ძალები ბობოქრობენ ამ არალეგალური ემიგრაციისა და რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. 13 სექტემბერს ლონდონში 9 მილიონიანი აქცია არის. რეალურად პარალიზება მოხდება ლონდონის. ჩვენთან კი აი რაღაც პროევროპული პრორაღაციების გამო ვიბძვით. ეს დაუშვებელია. საქართველოს იყიდება, მეგობრებო, მამული შვილნო. საქართველოს იყიდება. ამიტომ მოგმართავთ სრულიად საქართველოს მუშა-მოსამსახურეებს, ჭიათურის მარგანეცის, ტყიბულის მეშახტეებს, აზოტის, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იქნება, ზესტაფონის ფერო და ყველა რეალურად შექმენით საინიციატივო ჯგუფები, საგაფიცო ჯგუფები და შემოდით ეროვნულ დაუმორჩილებლობის კომიტეტში. უცხოტომელები, არალეგალური ემიგრაცია სოციალური პაკეტებითა და სამუშაოს სამსახურების ამარაგებენ მოღალატეობრივი უზურპირებული ხელისუფლება, როდესაც ქართველი ერი სულს ღაფავს სიხარებაში, ჩვენი მუშა-მოსამსახურეები არ გააჩნიათ სოციალური პაკეტი, სოციალური დახმარება. თქვენ მუშა-მოსამსახურეებს მოგმართავთ, რომელმაც თქვენი ადამიანის უფლების დაცვა ვერ მოახერხეთ. შემოდით თქვენი შექმენით საგაფიცო კომიტეტები და გავერთიანდეთ ეროვნულ დაუმორჩილებლობის კომიტეტში და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ რეალურად ღირსეული ანაზღაურება, რეალური ღირსეული სოციალური პაკეტი თითოეულ მუშა-მოსამსახურეს საქართველოს მკვიდრი შვილებისთვის ისეთივე სოციალური პაკეტი უნდა იყოს, ისეთი დაზღვევები, როგორც ამ ნაბიჯურებს გააჩნიათ დე-ფაქტო პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. ბავშვებზე, რომლებიც კიბოთი არიან დავადებული კიბოს სცენით და საქართველოში ვერ მკურნალობენ, იმიტომ რომ ლიმიტირებული რაღაც 10,000 თუ 15,000 ლარი არის ლიმიტი. ჩვენ უნდა პირადად ამ დაავადებაზე და პირადად ბავშვებისთვის უნდა იყოს ულიმიტო და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რაცა ინიცირება შევიდეს კანონში, რათა დაზღვევა, სახელმწიფო დაზღვევა იყოს ულიმიტო და ქართველ ერზე მორგებული არა და ვიღაც ნაბიჯურები შემოთესლილი არაბებისა და ინდოელების და პაკისტანელების. უნდა დავიწყოთ გაფიცვები, რეალური ერთიანად საგაფიცო კომიტეტები უნდა გაერთიანდეს ეროვნულ დაუმორჩილებლობის კომიტეტში და დავიწყოთ კომბინირებული გაფიცვები სრულიად საქართველოს მასშტაბით. და ეს არ იქნება, ამას დაუჭეს სრულიად საქართველოს მხარს. ეს არ იქნება ნაცქოსური და რაღაც კონსერვატორული. ეს იქნება რეალურად შედეგზე გათვლილი, რათა ქართველი მუშა-მოსამსახურე, ასევე ფერმერებს, მცირე და საშუალო ფერმერებს მოგმართავთ, იქ.
რომლებსაც შარშან ხორბალი თქვენი მოსავალი რეალურად წყალში გადაიყარა და ყოველწლიურად წყალში იყდება იმიტომ რომ ღირსეულად არ გიხდიან თქვენ შრომაზე ქართული მცირე და საშუალო მეწარმეები ქართული ეკონომიკა უნდა იყოს პროტექციონალიზმი უნდა იყოს ქართული ეკონომიკის აღორძინებისა და არა ტრანსნაციონალური კორპორაციების და ჩვენი მუშა-მოსამსახურე სოციალური პაკეტით დაცული ადამიანის უფლებებით დაცული იმის გამო რომ მას პროტესტი გააჩნია ვიღაცა ნაბიჯვარ მართლს არ შეეძლოს აი ესე ადგეს და გააგდოს იმის გამო რომ მას თავისი პირობები არ მოწოს და თავისი პირობების გაუმჯობესება უნდა ერთხელ და სამუდამოდ თავგასული ხელისუფლებისა და თავგასული მოღალატეობრივი ბიზნესის დასაწყისი უნდა დაიწყოს საქართველოში დაგვიკავშირდით ყველა საწარმოებიდან მუშა-მოსამსახურეები მცირე საშუალო მეწარმეები გავერთიანდეთ ენა მამული სარწმუნოების რათა ქართველი ერი მკვიდრი ერი ქართული სახელმწიფოებრიობისა ღირსეულად იყოს დაცული ყმარა სიღარიბეში სული ხდება ქართველ ერს ჩვენ მუშა-მოსამსახურეებს ჩვენი ახალგაზრდობა ჭაობშია ჩაფლული მომავალს ვერ ხედავს ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში და ეს არაბული დასახლებები რუსული თუ რა ვიცი უცხოთომელთა დასახლებები უნდა გადავიდეს მრავალშვილიანი ოჯახების ახალგაზრდებისათვის რომ დაოჯახდნენ მათ უნდა გადაეცეს ეს მშენებარე ვისთვის შენდება ეს ამდენი ბინების თბილის საქართველოში სრულად საქართველოში ვისთვის უცხოთომელებისთვის საქართველოს გვიყიდიან ეს ნაბიჯურები ეს მოღალატეობრივი უზურპირებული ხელისუფლება ამათან ლოიალობა უნდა დამთავრდეს და მათ უნდა გაიგონ რომ ქართველი ერი არის უმაღლესი ძალაუფალე და არა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე და ეს მოღალატეობრივი ნაბიჯურები ქართველმა ერმა უნდა ავიღოთ ძალაუფლება და ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი სულიერი აღორძინება სულიერი ზნეობა უნდა დაბრუნდეს საქართველოში და არა ურთიერთდაპირისპირება ქართველისა ქაოსი საქართველოში უნდა დამთავრდეს და დაიწყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკის აღორძინება როგორც სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიებისა თუ ინდუსტრიის მშენებლობა გთხოვთ გააზიარეთ ეს რაც შეიძლება მეტმა და მოგმართავთ კიდევ ერთხელ ჭიათურის მარგანეცის ყიბულის მეშახტეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აზოტის ზესტაფონის ფეროს ფოთის სპორტის და ყველა იქ სადაც ქართველი ღირსეულად არ არის ღირსეული ანაზღაურება არ არის არა ღირსეული პაკეტი შექმნით თითოეულ თქვენ საწარმოებსა და დაწესებულებებში საგაფიცო კომიტეტები და გავერთიანდეთ და განახებთ თუ მოღალატეობრივი რეჟიმი არ მივაღებინებთ იმ კანონებს რაც ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესებით იქნება
ღირსეული ანაზღაურება შრომის კანონი უნდა არის მისაღები რადგან პროფკავშირები არის მოღალატეობრივი ხელისუფლებასთან შეკრული შრომის კანონი და შრომის კანონით უნდა იყოს დაცული თითეული ქართველი მუშა მოსამსახურე ფერმერი თუ გლეხი ყველას მოგმართავთ გაერთიანდით ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტში და ერთად ვაზღვევინოთ მოღალატეებს 34 წლიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა და ქართველი ერის ეთნოსმენდა ღმერთი იყოს ქართველი ერისა და ერთიანი ქრისტიანული უძლეველი საქართველოს მფარველი ჩვენთან არის ღმერთი